ამ ქალაქებში პრაქტიკულად ნაბიჯ გადაწყდება. 12-მა უცხოეთში მცხოვრებმა ეთნიკურმა ქართველმა თანამემამული სტატუსის მინიჭება მოითხოვა შესაბამისი განცხადებით, მათ დიასპორის სამინისტროს უკვე მიმართეს. სპეციალურმა კომისიამ დღეს პირველი განაცხადების განხილვა დაიწყო თანამემამული სტატუსის მისაღებად ეთნიკურ ქართველთან საქართველოდან წასულს რამდენიმე კრიტერიუმის დაკმაყოფილება მოუხდება. მათ შორის ერთ-ერთი მოთხოვნაა ის, რომ წარმოადგინოს არგუმენტები, რომ წინაპარი საქართველოში ხანგრძლივად ცხოვრობდა. კომისია მიღებულ 12 განაცხადზე გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში გამოაცხადებს. საკმაოდ ბევრი არის ბოლო კვირაში შემოსული. მხოლოდ თბილისის იუსტიციის სახლებში, შემდეგ დაემატება ამას უკვე საკონსულოებში შემოსული განაცხადები, სხვადასხვა ქვეყნიდან, სხვადასხვა პერიოდში წასული ადამიანები, სხვადასხვა მონაცემებით, სხვადასხვა საბუთებით დაადასტურებენ თავიანთ წარმომავლობას საქართველოდან და ჩვენ შესაბამისად განვიხილავთ ამ საბუთების სინამდვილეს და გავცემთ მათზე საზღვარგარეთ ცხოვრებ თანამემამული სტატუსი. არის ისტორიული დღე ქართული დიასპორების ცხოვრებაში. დღეს პირველად იხილება მსგავსი საკითხი. კომისიის წევრები ხელმძღვანელებენ სხვადასხვა პრინციპით. ეს ადამიანები უნდა იყვნენ დაკავშირებული საქართველოსთან გარკვეული ფორმით, ან დაბადებული საქართველოში, ან მათი წინაპრები დაბადებული საქართველოში, მათი მშობლიური ენა უნდა იყოს ქართული და ასე შემდეგ სხვადასხვა კრიტერიუმები არის. ქრისტიან დემოკრატებმა პოლიციის შენობებში წინასწარ